თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მხედველობის დარღვევები, თვალის სამკურნალო წვეთები, სათვალე ლინზა ხშირად დიდი გამოწვევა და პრობლემაა. სათვალე თუ ლინზა მხედველობას აუმჯობესებს, თუმცა ხშირად სხვადასხვა აქტივობაში ის ხელს გვიშლის. როგორ მივიდეთ უსათვალო ცხოვრებამდე მოზრდილ ასაკში? შესაძლებლობებსა და პროცედურებზე სასაუბრად სტუდიაში შემოგვიერთდა ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი თამარ ცირეკიძე. მოგესალმებით. რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენთან სტუმრობა. მეც მითხარ რომ კიდევ ერთხელ გიმართლეთ. თქვენი სტუმრობა. ეს შესაძლებელია რომ მოზრდილ ასაკში უარი ვთქვათ სათვალეზე. მე მოზრდილ ასაკში ვიცვლები უკვე. შეიძლება შენთვის არა, მაგრამ ბევრ შემთხვევაში კი მხედველობას გვიუმჯობესებს სათვალე და ლინზა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში მათი გამოყენება ცოტა დისკომფორტის შემცვლელია. რას ვთავაზობთ ადამიანებს, ვისაც აქვთ მხედველობის პრობლემა? ვისაუბროთ მოზრდილ ასაკზე, ხო გავიგნოთ ბავშვთა ასაკი და მოზრდილთა ასაკი და სანამ საუბარს დავიწყებთ და დეტალურად ჩავყვებით ყველა იმ პროცედურას, თუ ოპერაციას, თუ манипуляციას, რაც ჩვენ სათვალისა და ლინზის გარეშე ცხოვრების გარანტიას გვაძლევს, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ თუ თვალი არის ამბლიოპიური, ანუ ზარმაცი. ზარმაცი თვალის მკურნალობა პრაქტიკულად ზრდასრულ ასაკში არის წარმოუდგენელი. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმ პრობლემაზე, რომ მოვიხსნათ სათვალე, მოვიხსნათ კონტაქტური ლინზა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც ხედავს პაციენტი კარგად შერჩეულ სათვალესა და ლინზაში. არაფერი იმის ზევით. ანუ როგორც ხედავთ ამ შერჩეულ სათვალეს, ზუსტად იგივე ეს არის აუცილებელი პირობა და მინდა რომ ეს ხაზგასმით ითქვას. არსებობს თვალის ძალიან ბევრი დაავადება და რა თქმა უნდა ამ ყველა დაავადების გამოსავალი და საშველი არ არის სათვალე და კონტაქტური ლინზა. ამ ყველა პროცედურით და ქირურგით ჩვენ ვეხმარებით მხოლოდ და მხოლოდ ამ პრობლემას და არა სხვა პრობლემებს. პრობლემა სათვალის, რაც ყველაზე აქტუალურია ამ საუკუნეში და ყველაზე გავრცელებული დაავადება, ანუ რეფრაქციული დარღვევა ქვია ამას ოფთალმოლოგიურ ენაზე. დავიწყოთ ესე -20-დან თქვათ +15-მდე. აბსოლუტურად შესაძლებელია ზრდასრულ ასაკში ამ დიაპაზონში ამ ხელად ეს ის -20-ია, მე რა -6-ს ვიცი. კი, სწორედ, არა, თქვენ -20-ის. არა, მე არ მაქვს, რა -ის ჩემენაზეა, თქვენ სენაზეც. -22. კი ბატონო, აქედან გამოვყვეთ და ავიდეთ თქვათ +10, 12, 15-მდე. აი ამ დიაპაზონში ნებისმიერი რეფრაქციული დარღვევის უსათვალო და ლინზის გარეშე კორეგირება ზრდასრულ ასაკში. ამას თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს ის დახმარებით. ეხლა ყველაფერს მოგიყვებით. თან დავამატოთ, რომ ასტიგმატიზმთან ერთად, არა მარტო -++ ასტიგმატიზმთან, დამატებით ასტიგმატიზმთან ერთად. არა გვაქვს ჩვენ ის დღევანდელი მოცემულობა და დღევანდელი მაღალტექნოლოგიური ბროლები იქნება ეს თუ სხვადასხვა აპარატურული ქირურგია, რომ მარტო ერთი ქირურგიული ჩარევით ამ ხელა დიაპაზონზე ვიმუშაოთ, თუმცა ორი ქირურგიული ჩარევის კომბინაციით სრულად შესაძლებელია ამ ყველაფრის მოხსნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მიტანა თვითონ პაციენტებამდე. შესაძლებელია გაკეთდეს თვალში არსებული ბროლის შეცვლა და ისეთი ბროლის გადანერგვა, რომელიც შორს, საშუალო და ახლო მანძილზე გვაძლევს ხედვას სათვალის გარეშე. ასევე ასტიგმატიზმის მოხსნის საშუალება. არსებობს ლაზერული კორექცია, არსებობს ლაზერული კორექციისა და რეფრაქციული ფაკოემულსიფიკაციის კომბინაცია, ანუ მთელი რიგი კომბინაციები, რაც ნამდვილად ამის საშუალებას იძლევა. არის რაღაცა ჩვენებები, დაავადებები და ასე შემდეგ შემთხვევები, სადაც ეს არ არის რეგლამენტირებული. თავისთავად. ჩვენ როგორც დავიწყეთ საუბარი, ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ რეფრაქციული პრობლემის სათვალის მოხსნაზე. თუ პაციენტს აქვს გლაუკომა, თუ პაციენტს აქვს ბადურის ცენტრალური ნაწილის დაზიანება, ან სხვადასხვა დაავადება, მას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმ სინათლეს ვჩუქნით, რასაც სათვალე. რა გამოსწორებასაც ხედვისას იძლევა სათვალე, დღეს ჩვენი საუბრის თემაა სწორედ ის შედეგი. არაფერი იმის ზევით. ის დაავადებები უკვე სხვა ცალკე სამკურნალო და ცალკე თემაა. თამარ, რატო ვთქვით თავიდანვე ზრდასრულ ასაკში? ასაკს რა მნიშვნელობა აქვს იმ თემაში, რომ პაციენტმა იცხოვროს სათვალის გარეშე? იმიტომ რომ ზრდასრულ ასაკამდე ხდება თვალის ჩამოყალიბება. თვალის ჩამოყალიბების პროცესში, როგორც მინუსის, ასევე ასტიგმატიზმის და
ასევე პლუსის ცვლილება ხდება. ასევე სხვადასხვა დაავადებები, რომელიც შეძენილ ასტიგმატიზმს იწვევს, სწორედ ამ ასაკში იჩენს თავს და უკვე ზრდასრულ ასაკში სახეზია. შეცდომის რისკი ნაკლებია. მოგეხსენებათ, რომ ოფთალმოლოგია ეს არის დარგი, სადაც ერთიანდება არა მარტო მედიცინა, არამედ ზუსტი მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა. ამას ემატება ანალიტიკის უნარი, ანუ მთლიანად ჩვენ ოფთალმოლოგები, როგორც მედიცინას ვემსახურებით, ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკა-მათემატიკურ ცოდნას და ვიყენებთ იმ საოცარ ანალიტიკურ უნარს, რაც გვეხმარება იმაში, რომ ეს ყველაფერი თანხვედრაში მოვიტანოთ ერთმანეთს. რა კვლევებია აუცილებელი იმისთვის, რომ მივიდეს ადამიანი ამ საბოლოო შედეგამდე, რასაც სათვალეს და ლინზის გარშემო. სიტყვაზე პაციენტს აქვს -20 და სათვალეში -20 ნომერ სათვალეში ან ლინზაში აქვს მხედველობა 40-50% და ჩვენ უნდა მივიდეთ იმ 50%-ამდე. აქ შესაძლებელია მისი ბროლის შეცვლა ხელოვნური ბროლით, რომელიც ზუსტად 10 წუთი გრძელდება და ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ახლა, ყველა ქირურგიული ჩარევა გეკეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით. და რამდენიმე წუთით, ზოგჯერ წამი. მაქსიმუმ 10 წუთი იწყება რამდენიმე წამიდან და გრძელდება მაქსიმუმ 10 წუთი. მე ყავს უახლოესი მეგობარი, რომელიც კვდება ისე ეშინი ამ ჩარევის და მისი ოცნება რომ უსათვალოდ იცხოვროს და ეხლა დაარწო თუ ამას არ უყურებს, ამ ყველაფერს მე ვიჭრით და დღეს მოგზავნი რომ დამშვიდეს. ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მუშაობთ რქოვანაზე თუ მუშაობთ ბროლზე, ბროლს და რქოვანას ისეთი მტკივნეულობა ნამდვილად არ ახასიათებს თუ გააყუჩებ მით უმეტეს რქოვანას წვეთების საშუალებით, რომ აუტანელი და წარმოუდგენელი იყოს ქირურგია. მაქსიმუმ ხო ვამბობ, თვითეული ოპერაცია წამებიდან მაქსიმუმ 10 წუთამდე გრძელდება თითო თვალზე. და ეს მცირედი რაღაცა მართლაც უსაფრთხო და უმტკივნეულო ჩარევა, რამდენად თქვენ შეგიძლიათ ამაზე საუბარი, რამდენად ცვლის ადამიანის ცხოვრების წესს? აბსოლუტურად ცვლის. ეს არის აბსოლუტურად სხვა თავისუფლების მინიჭება. თვითკმაყოფილების გრძნობის გაღრმავება, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და ყოველდღიურ, ყოველ წამიერქმედებაში აისახება ეს როგორი დადებითია. შემთხვევით არ თქოს ახლიდან დაბადების ტოლფასი იქნება, ეხლა მართლა ამ დიაპაზონზე როგორ ეცვლებათ, მე ხშირად ვამბობ ამას, ეცვლებათ პაციენტებს ჰაბიტუსი. საოცარი სხვა გამომეტყველება აქვთ ადამიანებს, რომლებიც ხმარობდნენ სათვალეს მთელი ცხოვრება. თან არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ხშირად არის განსხვავება თვალებს შორის. ხშირად არის მაღალი ასტიგმატიზმი. ამ შემთხვევაში პაციენტი ვერ ატარებს სათვალეს. იმ ნომერს, რა ნომერშიც მის თვალს შეუძლია მაქსიმალური პოტენციალის გამოყენება. თქვა, თვალს აქვს უნარი დაინახოს 70% -9 ნომერი მინით, რომელსაც აქვს დამატებული ასტიგმატიზმი 3. მაგრამ პაციენტი ამ სათვალეს ვერ იტანს. შეუძლებელია თავბრუსხვევა, გულისრევა აქვს და იმ თვალის ლინზები, იმ თვალის პოტენციალს ვერ იყენებს. ცდილობს ლინზით ხედულობის გაუმჯობესებას. ამ შემთხვევაში არის სიტუაციები, როდესაც ლინზის მიმართ თვალი ძალიან გრძნობიარია, მოწყვლადია, არის ალერგიული რეაქცია, დისკომფორტი, რაც ლინზისთან ერთად ცხოვრებას ახლავს თან. და მიდის გადაწყვეტილებამდე უკვე გამოუვალი ხდება მისი მდგომარეობა. ხო, და აი ამ შესაძლებლობებზე ვისაუბროთ. დღეს ნიუ ჰოსპიტალში რას თავაზობს? დღეს ტექნოლოგია სადამდეა მისული, როგორ არის უკვე ეს ყველაფერი შესაძლებელი იმისთვის, რომ ამ წამებში და მაქსიმუმ 10 წუთში მსგავსი შედეგი დადგეს პაციენტს. ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, რომ გვაქვს ყველანაირი მაღალტექნოლოგიური მხარდაჭერა ჩვენს ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ნამდვილად რეგიონალური მნიშვნელობის ცენტრში. საუკეთესო სამედიცინო გუნდთან ერთად საუკეთესო მხარდაჭერა ტექნოლოგიური. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ აპარატურულ ტექნოლოგიაზე, ვსაუბრობ ყველა იმ მასალაზე, რაც რეალურად ჩვენ გვჭირდება ქირურგიული ჩარევის დროს და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გვაქვს ორი ტიპის ლაზერული კორექციის აპარატი, როგორც CEIS-ის femtoexmer ლაზერის უახლესი თაობა, ასევე შვინდის უახლესი თაობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რამდენიმე ტიპის ლაზერული კორექცია ჩავატაროთ, გამომდინარე ანალიტიკური გაკვლევისგან. და ბროლები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამედროვე ოფთალმოლოგიაში უკვე საქართველოში შესაძლებელია გადავნერგოთ ისეთი მულტიფოკალური ბროლები,
რომელიც ყველა მანძილზე იძლევა რა თქმა უნდა ხედვის საშუალებას და რაც ყველაზე მთავარია და სიახლე რაც არის დისკომფორტი რაც იყო აქამდე ძველ ბროლებთან დაკავშირებით რომ სინათლე იკეთებდა რკალს და შესაძლებელია ყოფილიყო ჰალოები ეხლა არის პრაქტიკულად ნუ მოკლედ შესაძლებლობაა იმისთვის რომ მართლა თავიდან დაიბადო ახალი ცხოვრება და ეხსათვალე რომ იგეთ საკითხავი სათვალეც თქვენ კი ეს არ გეკუთვნით მაგრამ ასაკობრივ ჯგუფში 47 წლის ზევით საკითხავი სათვალის სამუდამოდ მოხსნათ მე პლუსი პროფესია კამერა მე მხოლოდ პლუსები მაქვს და ეს თვალიც პლუსია მაგრამ ამასაც მოვიხსნი ძალიან დიდი მადლობა ძალიან მადლობა თქვენ რომ მომეცით საშუალება მეტყვა საზოგადოებისთვის ეს გიხარია თქვენ ეს არის თემა რომელიც ყველამ უნდა იცოდეს რომ მართლა ასეთი პრობლემების დაძლევა დღეს არის შესაძლებელი წუთებისა და წამების მანძილზე და დავაშტოვეთ ჩვენს მაყურებელსაც